მოგესალმებით. გადაცემის ფარგლებში არაერთხელ მოგვისმენია ფსიქოანალიზი, მაგრამ დღევანდელი რესპონდენტი განსხვავებულია მისი მიდგომები, ანალიზი და საოცარი ღრმა ენერგეტიკა. ბიომეტრიის სტუმარია ქალბატონი ნონა ხიდიშელი. მოგესალმებით ქალბატონო ნონა. ძალიან დიდი მადლობა დროისთვის, რომელსაც გჩუქნით. მადლობა პირიქით. და მადლობა მზიურს, რომელიც გვაძლევს საშუალებას კომუნიკაციის და საინტერესო საუბრის ბუნებრივია. ძალიან რთულ და ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც რეალობა და ვირტუალური სივრცე ერთმანეთში არეულია. ერთი რაც არის საერთო გამოკვეთილია ყოველ შემთხვევაში, იგივე ინდიკატორი არის სოციალური ქსელების ამისოდ. ეს არის მასობრივი აგრესია. სად უნდა ვეძებოთ საწყისი ამ შემთხვევაშიც ვბრუნდებით ბავშვობაში? მოგესალმებით გიორგი, პირველ რიგში და ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. რა არის, სოციალურმა ქსელმა უბრალოდ გამოიტანა ის, რაც ხდებოდა, ადამიანში ხდებოდა და არ იყო საშუალება ესე მასიურად, ეხლა ესე არავინ კამერების სახში არ დადიოდა, ხო? შესაბამისად, პრობლემა ისე უნდა ადამიანის გონებაში ვეძებოთ. ანუ რა გვაჩვენა ჩვენ ამ სოციალურმა ქსელმა, რომ ჩვენ საზოგადოებაზე გვაქვს ახლა საუბარი, რომ კონკრეტულად ადამიანებში არის ძალიან მაღალი დონის აგრესია, მიუღებლობა, განსხვავებული აზრის მოსმენა და მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც გვეგონა რომ არ იყო, იმიტომ რომ არ ჩანდა, ხო, ყველა თავისთვის რაღაც ცხოვრობდა და შესაბამისად ეს ძალიან საინტერესოა იმისთვის, რომ როდესაც ადამიანმა უნდა დაიწყო გამოჯანმრთელება, ჯერ უნდა დაიწყო რა გაწუხებს. ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენ ვართ ძალიან ავად ამ თვალსაზრისით, ხო? ალბათ საწყისი მაინც ყველაზე მეტად მე მთლად ბავშვობას ვერ და უფრო ესეთი ფართო კონტექსტია, სოციოკულტურული გარემო, ანუ რა კულტურაში ვიზრდებით, იმიტომ რომ რატო ხდება ჩვენი გონება ესეთი მიუღებელი. ბავშვის გონება არ არის ესეთი, ხო, ბავშვი ყველგან ბავშვია. ესე იგი, შემდგომში, ესე იგი, ოჯახური გარემო, საზოგადოების აზრი, სკოლა, განათლება, ყველაფერი ერთად. მიკროსოციუმიც. ხო, რელიგია ჩართულია, ხო, ადამიანის ფორმირებაში. და ეს სავარაუდოდ აქ უნდა ვეძებოთ ფესვები, რატომ ვართ ასეთი მიუღებელი განსხვავებული აზრის გამო. ხო, ხშირად ხუმრობთ ჩვენ იმ თემაზე, რომ რაღაცა შეიძლება პოსტი იყოს ბადრიჯანზე და ესე იგი 200 იყოს მარტო შეურაცხყოფა ერთმანეთის საერთოდ კავშირში რო არ არის ბადრიჯანი. ანუ ადამიანის გონება არ ფოკუსირდება პრობლემაზე, ის ფოკუსირდება საკუთარ ქაოსზე. და შესაბამისად ეს თუ ჯერ არ კარგად დაინახა სათითაოდ ყველა ადამიანმა, რომ აი მაგალითად რატო ვარ ესეთი აგრესიული, ნუ კაი ადამიანმა დაწერა ესეთი რამე, რაც ჩემთვის არ მიუღებელია, მაგრამ ნუ მერე ხო შემიძლია გავიარო. ბუნებრივია. ესე იგი ვერ გავდივარ, ესე იგი ძალიან ვიწროა პირველი შეზღუდული აზროვნება. შეზღუდული აზროვნება ყოველთვის არის შემდეგ კატეგორიული და აგრესიული. და კიდევ სრულიად უკონტროლო ემოციები. ნუ მოდი ცოტა ზრდილობის დეფიციტთანაც მიგვიყვანა ამან, ხო, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ხშირად ბრაზდები, მაგრამ კარგად აღზრდილი ადამიანი თავს იკავებს. განათლება შემეცნებას წივტივდება ამ. კი, აუცილებლად აჩვენა რეალური განათლების დეფიციტი აჩვენა, იმიტომ რომ ჩვენ სულ გვეგონა განათლება იყო დიპლომი. მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩვენ რეალურად ძალიან შორს ვართ განათლებისგან, გააზრებისგან, კრიტიკული აზროვნებისგან, შეკითხვებს არ ვსვავთ და არ ვართ თვითკრიტიკულები და ნუ ეს არის ბუკეტი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც გარდამავალი ეტაპია, იმიტომ რომ ნებისმიერ როგორც პიროვნულად, ისე საზოგადოებრივად ჯერ უნდა გამოჩნდეს პრობლემა და შემდეგ უნდა დაიწყო იმის გადალახვა. ნუ რაღაცა ნაწილმა შეიძლება ვერასდროს ვერ გაიაზროს, მაგრამ დიდი ნაწილი შედარებით ახალ თაობაზე მაქვს საუბარი. ვფიქრობ, რომ ისინი უფრო დაფიქრდებიან, ადაპტირდებიან, მაგრამ ეს აგრესია არ გავა თუ არ გაიაზრა ადამიანმა. ეს შესაძლოა იყოს ემოციური გადატვირთვა, დაღლილობა, იმიტომ რომ დინამიკა და ცხოვრების რიტმი აშკარად განსხვავებულია, თუ შევადარებთ დაუშვათ 15-20 წლის წინანდელ მონაკვეთს. მაგრამ ნახე დინამიკა მაგალითად ეხა ამერიკაში როა და ზოგ ევროპის ქვეყანაში და იაპონიაში ეგეთი დინამიკა ჩვენთან 3 საუკუნე კიდე არ იქნება. იცით აი ამ გადაღლას უფრო ფსიქოლოგიურად იწვევს ქაოსური გონება, ვიდრე თუნდაც ტემპი, იმიტომ რომ ცოტა მოწესრიგებულ და გაწონასწორებულ ფსიქიკას შეუძლია
ის მძიმე თავისი განრიგის ამსახურის თუ განათლების თუ იმის აბალანსოს. ეს არის რას ვეძახით ჩვენ მაღალ ცნობიერებას, რას ვეძახით ჯანმრთელ ფსიქიკას. მას ბალანსი შეუძლია. და უბრალოდ ორგანიზებულობის კულტურაც ყალიბდება ალბათ, როდესაც აი ორგანიზებულობის კულტურა ეს უკვე ცნობიერების სფეროებია ხვდები და აი ეს განათლების ყბადაღებული საუბრიდან ჩვენ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ გააზრებაზე. ანუ რასაც ვკითხულობთ იმის გააზრებაზე, იმის შემეცნებაზე, იმიტომ რომ ერთია რომ შენ ტექსტები დაიზეპირო, ნიშნები მიიღო, დიპლომი აიღო, მაგრამ მეორეა რეალურ ცხოვრებაში შენ რამდენად ორგანულია შენთვის, ანუ რამდენად გააზრებულია. გვაქვს ამ ნაწილში ყველა კვლევით ჩვენ და სამწუხაროდ. კი, და ამიტომ მე ვერ დავაბრალებდი მაგას ამ რაღაცა ტემპს. მე ვფიქრობ ეს არის ძალიან მაღალი დონის ქაოსი გონებაში და ქაოსს ვერ ალაგებს შეზღუდული ცნობიერება. ალბათ ნონა არის საკმარისი რწმენა იდეალების არ ქონა, არ ყოლა, ან შესაძლებელია სწორედ მინდა გამოვხატო არსი მოდელი, პოზიტიური მოდელი. შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი, იმიტომ რომ ადამიანს ხომ სჭირდება რაღაც მისაბაძი. ხშირ შემთხვევაში ეს ალბათ არის მშობელი და ოჯახი. მე არ მინდა გულწრფელად დავიჯერო, რომ ამდენად სავალალო მდგომარეობაშია საქართველოში ოჯახის ფენომენი, რომ აი ეს რიცხვი რაც გვაქვს აგრესიის ვერ შემდგარი. მე ვთვლი რომ ეს არის კომპლექსის კვალი ერთგვარ დამეთანხმებით ალბათ. გიორგი ხა იდეალების ცვეთამ შეიძლება მიგვიყვანოს აი ამ. იცი რა არის იდეალების არსებობა მათ შეიძლება მათ მიგვიყვანოს. ის მთელი ეს იდენტობები, იდეალები არის საბოლოო ჯამში ყველა უბედურების სათავე, იმიტომ რომ იდეალის არის სწორად აღქმული სავარაუდოდ. ხო, აი ნახე რაშია იდეალის პრობლემა. როდესაც შენთვის აი წეგან თქვის სწორად პირველი მოდელი არის ოჯახი, შენი სამყაროს აღქმის პირველი მოდელი არის ოჯახი და მე ცოტა სკოლა ის. და როდესაც გონება აპრიორულად იღებს რომ შენი ოჯახი ეს არის საუკეთესო და აქ ეჭვები არ ჩდება, ხო? მე უკვე ჯობი აქ საერთოდ გაქრეს იდეალი, ვიდრე ის რომ ყველას ეგონოს რომ ის რასაც დედა-მამა და მისი ოჯახი აკეთებს და აპრაქტიკებს, ეს არის საუკეთესო, იმიტომ რომ ადამიანები ხო აბსოლუტურად აკოპირებენ მათ შეხედულებებს, მათ იდენტობებს, მათ ღირებულებებს და ამიტომ ჩვენ ეს ღირებულებებში აღმოჩნდა რომ ისეთი ჩაკარგულია ადამიანი და საიდან წამოვიდა ზოგადად ფსიქოლოგიაში ეს გაგება რომ იდენტობები და იდეალებია ზუსტად რომ შემდეგ ძალიან ზღუდავს ადამიანს, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს არ ვიცით ეს იდეალი როგორ აღიქმება გონებისგან, შემდეგ ვინ არის ეს იდეალი, იმიტომ რომ ყველა ეპოქას კიდე თავის იდეალი ყავს, ხვდები გამომდინარე იმ რაღაცა პროპაგანდისტული მდგომარეობიდან და ყოველთვის არის ესეთი მოცემულობა, რომ თავისუფალი გონება ნიშნავს აუცილებლად გააზრებულ აზრობრივად დაცლილ, გაცნობიერებულ გონებას, ის არასდროს არ არის რეალურად აგრესიული. ეხლა რომ ჩვენ ღირებულებებზე ვისაუბროთ, ზუსტად დღეს თუ შეხვალ სოციალურ ქსელში ან ტელევიზიაში მიხვდები, რომ ღირებულებითი ომია ზუსტად. ერთი თulis, რომ მისი ღირებულება არის წმინდათა წმინდა და მას ეხებიან, მეორე თulis, რომ მისი ღირებულებაა უკეთესი, მას ეხებიან და საბოლოო ჯამში მივიღეთ ომი იდენტობების, ღირებულებების, მორალის ასე შემდეგ და ანუ როცა ღირებულებებს და რაღაცა იდეალებს უნდა პირიქით წარემართა გონება პოზიტივისკენ, წარმართა სრული ქაოსისკენ. ამიტომ არის აქ ძალიან გასააზრებელი, რომ გონება თუ არ აცნობიერებს, არ იაზრებს ამ ღირებულებებს და იდეალებს, ის აუცილებლად აღმოჩნდება სერიოზულ კონფლიქტში. შემოდის ამ ნაწილში. უმეტეს შემთხვევაში ჩვენს პრაქტიკაში ჩანს, რომ კულტურული გამოცდილება, ეთნიკური მონაპოვრები, რელიგია არის ერთ-ერთი, რომელიც ქმნის განწყობის კლიმატს. თუმცა როდესაც მოდელზე ვსაუბრობთ და როდესაც ვსაუბრობთ რაღაც კომპლექსზე, რომელიც შესაძლოა ბავშვობიდან მოყვება, ჩვენ დაგვარწმუნოს, რომ ძალიან ცუდები ვართ. არ ვიცი ვინ და რატომ, მაგრამ როდესაც რაღაც მანკიერი პროცესი ხდება, თუნდაც ნეპოტიზმია, ხო? მარტივად გვიხსნიან, რომ საქართველოა, ქართველები ვართ. მაშინ როდესაც ქრთამზეა საუბარი, საქართველოა, ქართველები ვართ. მაშინ როდესაც იგივე რელიგიასთან კონტექსტში თითქმის ათეისტურია გამოვლენა, ქართველი კაცია, ქართველი ქალია, ეს არის არგუმენტი. არ ვიცი ქვეცნობიერ დონეზე დაგვაკნინეს და დაგვარწმუნა, არ ვიცი ვინ და რატომ, რომ ჩვენ არ ვართ კარგი და შესაძლოა თუ არა ფესვები აი ამ
გიორგი, უკმარისობის და არა თვითკმარობის, არავის გარედან არ დაურწმუნები ვარ, ჩვენ ვეძებთ სულ შეთქმულების თეორიებს გარეთ, ხო, რაღაცა სულ ესეთი არავის ეს გარედან 70-იან წელში ვეძებთ ხშირად. ხო, ხშირად სულ სადღაც ვეძებთ, ოღონდ არა საკუთარ თავში. არავის არ დაურწმუნებია, ჩვენ ვქმნით ამ სამყაროს, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ნეპოტიზმში ცხოვრება, თუ შენ გამოგდის იმ ნაწილისთვის სწორად, ვისაც არ გამოსთვის, იმისთვის არა. ძალიან რთულია არა ნეპოტიზმი და არა კონფორმიზმი, იმიტომ რომ ამას ჭირდება სერიოზული შრომა, სერიოზული სწავლვა-განათლება, სერიოზული შენი დამსახურების ამეფსიარული, ეს ძალიან რთულია. ხვდები, ამას ძალიან სწორხაზოვანი და თანმიმდევრული გონება უნდა და ძალიან მარტივია ის, რომ ცოტა წავიკითხე, ცოტა ის და მე იქ მარტივად მოვიდა და ეს თაობები კიდე ხა წეგან ზუსტად იდეალებიდან დაიწყე. მე ეს მშობლები თუ ამაში გაიზარდნენ და ამ ბავშვებს ეს მშობლები იდეალები გონიათ, რატოა გასაკვირი რომ დააკოპირონეს, ხო? მაინც მივედით აი რეალური განცდების, გააზრების არქონაში გონებაზე. ეხლა რელიგიური თემაც ავიღოთ. რელიგია ძალიან ფართო გაგება, აი სწორად თქვი, წეგან ფილოსოფიური მხარე ძალიან დიდი აქვს რელიგიას, მაგრამ მოდი დავაკვირდეთ რა წინა პლანზე რაა წამოწეული რელიგიაში, ხო, ეს ფილოსოფიური საკითხი, ანუ ვინც არის რელიგიის, ესე ვთქვათ, პროპაგანდის მატარებელი, მასაც ხო უნდა კონდეს ეს ბაზა ძალიან მაღალი ფილოსოფიური, რომ შემდეგ სხვას გადასცეს და საინფორმაციო გამტარი რგოლი ძალიან სუსტია აკადემიურ ნაწილში. ძალიან სუსტია და ამიტომ ის, რომ რელიგიის სფეროში რელიგიის სიღრმე არ იციან, ვინც უნდა იცოდნენ, განათლების სფეროში განათლების სიღრმე არ აქვს, პოლიტიკის სფეროში პოლიტიკის სიღრმე არ არის და ყველა ფიქრობს, რომ დღეს მოვედი და კარგად ვიცხოვრო და ამან მოიტანა და ეხლა ნახე ახალი თაობას ჩვენ კარგად უნდა გავაგებინოთ, რომ მათ არჩევანი აქვთ. ან ამ ხაზს გაყვებიან მარტივს და საშუალოს, ან ჩვეულებრივად გააპროტესტებენ და იტყვიან, რომ მოდი რა არ მინდა, ნუ მაჩუქებთ. მოდი ჩემი შრომით, ოღონდ მომეცით, ესეც არის ჩვენთან, მომეცით საშუალება, რომ ჩემი შრომა დაფასდეს, ხო? ჯანსა კონკურენციაში შესვლა ალბათ ახალი თაობის ერთგვარი ძლიერი მხარეა, რაც ძლიერი მხარეა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ შეიქმნას ეს ჯანსაღი კონკურენცია, ხვდები? იმიტომ რომ ვინც ამ ბიზნესის სათავეებშია, ვისაც ეს სერიოზული ბიზნესი აქვს, სტარტაპერები ყავთ, ისინი ყავთ სტაჟიორები, აჩვენონ. ყველა სფეროში ჩვენ უნდა ვანახოთ ახალგაზრდებს, რომ შენი შრომა დაფასდება. უცხოეთში რატო გარბიან? იმიტომ რომ იქ ფასდება, ხო? იქ შეიძლება კი არა იწყებს ნულოვანი და კოლექტიური აღქმა, საბჭოთა კავშირის გავლენა და ინდივიდები დავდივართ ქეთანხმებით. იმიტომ რომ ის თაობა, რომელიც საბჭოეთიდან გადმოვიდა, ისევ ძლიერია, ისევ იმაზრთან არაფრით არ უნდა იმაზროვნების დატოვება და შესაბამისად რა თაობაც იყოფა შუაში, იმიტომ რომ შემდეგ ნაკლებად უფრო განათლებაზე ორიენტირებულს ურჩევნია, რომ რაღაც გამოძვრეს სიტუაციიდან. ამიტომ ჩვენ როგორც საზოგადოებას ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს და ძალიან სერიოზული საზოგადოება გვაქვს ასაშენებელი საკუთარ თავში უპირველეს ყოვლისა. აი ამ ქვეყანას თუ რაღაც აქვს განსაკუთრებული ერთგვარი მისტიური დამოკიდებულებით, ხატი ერთგვარი გამოკვეთილი მნიშვნელობის, ეს არის დედის ფუნქცია, როლი და კერპი. თუმცა იგივე სოციალური ქსელები, რითაც დავიწყეთ საუბარი, სავსეა გამძვინვარებული ქალბატონების აგრესიით. არ ვიცი, ჩემთვის როგორც დილეტანტისთვის აუხსნელია ეს ფენომენი, რაც უკავშირდება განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ამ ქალბატონების ფსიქოტიპს, ერთი შეხედვით რაც შეიძლება გაიფილტროს, ეს არის თითქმის 90%-ზე მეტის მჭიდრო კავშირი რელიგიასთან შევდივართ მათ. რელიგია თავში საფარი გახდა ყველანაირი ეს ფსევდოჰუმანიზმის და ფსევდორელიგიურობის რაღაც ახალი მიმართულება თუ თემი ჩამოყალიბდა ერთგვარი. რა ხდება ამ ნაწილში? რატომ გახდა ქართველი ქალი, ქართველი დედა ამდენად აგრესიული, სხვისი შვილის, სხვისი პრობლემის, სხვისი დაუძლეველი ბარიერის თუ ბრძოლის ნაწილში? მოდი ფსიქოლოგიურად განვიხილოთ ქალის ფენომენი საქართველოში და მივხვდებით რატო დადგა. ჩვენს კულტურაში ეხლა დაიწყო, რომ ქალები რაღაც თანასწორები მამაკაცებთან თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებით, რესურსით, იმით. სულ ცოტა ხნის წინ, მე ვარ 50 წლის. მე მახსოვს ხა ჩემს ბავშვობაში, რომ ქალების უმეტესობა იჯდა,
მამაკაცები მუშაობდნენ. Ну, ჩვენს კულტურაში ესეც იყო, რომ ქალი უფრო მშვიდი, კავკასიური კულტურა და ქართული ქალს რო აკნინებდა, რაც უნდა ახლა საუბარი კი საუბრობენ, რომ ქრისტიანობამ ქალი აიყვანა ღვთისმშობლობამ, ეს სიტყვებიაც არიანი. და სამწუხაროდ ეს ქალები, რომლებმაც მერე ვერ შეძლეს რეალიზება, ვერ გახდნენ ვერც ქალური საწყისი ვერ განახორციელეს, ვერ ჩამოყალიბდათ ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენთან სასიყვარულო ურთიერთობებშიც ქალი ძალიან შეზღუდული იყო, ბულინგის საგანი იყო და ყველა ჩაიკეტა, ყველა შეეშინდა და ბოლოს რა ხდება? ეს თაობა გაიზარდა, გახდა უკვე ისეთ ასაკში, რომ ეს შეუმდგარი ძალიან ფსიქოლოგიურ მარტივ ჭეშმარიტებას ვამბობ. ეს არარეალიზებული, არასუბლიმირებული, შინაგანი რაღაცა პოტენციალი, ეს როდესაც არ ხდება ამის სუბლიმაცია, ხდება დესტრუქციული, გიო. დესტრუქცია ნიშნავს, რომ ის აგრესიის სახით გამოდის და შემდეგ ეს აკუმულირდება წლებთან ერთად და რაღაც ასაკში ხდება. და უკვე გძულს ყველა და ყველაფერი, რომელიც ახერხებს და ბედავს, რომ წავიდეს რაღაცა წესის წინააღმდეგ, რაღაცა საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ და გაბედოს იცხოვროს თავისი ცხოვრებით. ანუ იმ ნაწილმა, რომელმაც ვერ გაბედა, თუმცა საერთოდ არ იყო ბედნიერი, სულ წუწუნებენ თავის მძიმე ცხოვრებაზე, მძიმე ურთიერთობებზე, ქმრის ღალატებზე, იმაზე, ამაზე, ხო? მერე უცებ რატომღაც გახდნენ მორალისტები, დაავიწყდათ ეს ყველაფერი, ჩაკეტეს და დაიწყეს განსჯა, მიუღებლობა და ნუ ადამიანურ ენაზე ბოღმასაც კი დავარქმევ ამას, რომ ვეღარ იტანენ უკვე თაობა, რომელიც ცდილობს, რომ აღარ უნდა სქესთან ორიენტირდეს. ეხლა თუ კი მე გონებრივი შესაძლებლობები მაქვს და მე მქონდა ყოველთვის გამოკვეთილი, რატომ უნდა ჩაკეტილიყო ეს გონებრივი მონაცემები, ხო? მე იქნებ არ შემეძლო ეს ოჯახური თემები სუსტი მხარე იყო ჩემთვის და უშოთ და ამაში ვიყავი ძლიერი. ხო, ყველა რაღაცაშია ძლიერი და მომეცი საშუალება, რომ მეც ჩემი თავი გამოვხატო და მე ამას ვამბობ, ხა თუ მე ვერ გავაკეთე შემეშინდა, ვერ წავედი რაღაცა წნეხის წინაშე, პირიქით შენ შულს ხო უნდა მიეხმარო ამაში, მიეხმარო, რომ იგივე გზა არ გაეროს, გადალახოს ეს ბარიერი. ჩვენ იმის მაგივრად რომ მივეხმაროთ ბავშვებს, პირიქით აი ვაბულინგებთ, ვამუნათებთ, დესტრუქციულმა ენერგიამ მთლიანად მოიცვა, ამას ქვია დაზიანებული ფსიქიკა და ამოვეფარეთ მე რელიგია ხო ხშირად ყოველთვის და უმეტესწილად, მოდი ესე ვთქვათ, ყოველთვის არ უმეტესწილად თავშესაფარია ყოველგვარი შარლატანობის რა. ყველაზე მეტად ტირაჟირებადი, ყველაზე მეტად გაყიდვადი, ყველაზე მეტად მოთხოვნადი გახდა ტრაგედია. ჩვენ და სამწუხაროდ იგივე სოციალურ ქსელში პოზიტიურ, საინტერესო შემეცნებით აქტივობას არ ყავს მომხმარებელი გულშემატკივარი, მაგრამ თუ კი საუბარია ტრაგედიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევაზე, გარდაცვალებაზე, ან დაცინვა. რატომ არის ეს მძაფრად უბედურების სცენოგრაფია ამდენად პოპულარული? იმდენად დიდია რიცხვი, რომ გულწრფელად მეშინია აი ამ ფრაზის გაჟღერების, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ერი ვარ თავად. იცი რა არის, აი ხა წეღან რაც ვთქვი, როდესაც ზიანდება ფსიქიკა, ხო? ადამიანი შემდეგ კარგად ირგებს მსხვერპლის როლს. როდესაც შენ არ გინდა იბრძოლო შენი ცხოვრებისთვის, არ ლაგდები შენ გონებაში, არ გინდა შენი კომპლექსები გააცნობიერო, გადადიხარ მსხვერპლის როლში ან მხსნელის როლში, ეს ერთი და იგივეა. და აი აქ უკვე კარგად მუშაობს ის, რომ აი მარტო მე კი არ ვარ ცუდად, ნახე რამდენი ტრაგედია ხდება, თორე ტრაგედიები სულ ხდებოდა სამყაროში, ეს არის ადამიანი მოკვდავია, ხო? მაგრამ როდესაც შენ ხარ ცუდად, შენ გინდა რომ სულ ცუდი ინფორმაციები წაიკითხო, ეს ძალიან არაცნობიერ დონეზე ხდება, ამას ვერც იაზრებ, მაგრამ აი თითქოს ბედნიერების ყურება ძნელია შენთვის რა, და აი რომ მთელი ცხოვრება ცუდად ხარ, გინდა რომ მთელი სამყარო იყოს ცუდად. ესეთია ადამიანის გონება, გიო. როცა შენ ვერ გამოდიხარ, გინდა რომ ყველა ცუდად იყოს. ეს ახლა ძალიან ინდივიდუალურ თერაპიებშიც ჩანს და ჯგუფურშიც და ყველგან ესეთი ადამიანის ფსიქიკა არის უცნაური. ის ან ხსნის კარებს და გადის, ამბობს რომ აი ხა ამას გავიაზრებ და გავაცნობიერებ ჩემს იდენტობებს, დავალაგებ ჩემს განპირობებულ გონებას, ან არა და всё ხდება ჩაკეტვა და თუ მეც ცუდად ვარ, წყალსაც წაუღია მთელი სამყარო და მე გაქვს უკვე თითქოს გონია რომ ემპათია გაქვს და ადამიანურად გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ემპათია. ეს არის მასიური ტრაგედია, ხდება უკვე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მარტო მე არ ვარავად. ერთ-ერთი და მძლავრი მიზეზი ამ გამოვლინების უკან შესაძლოა იყოს თუ არა სიყვარულის დეფიციტი.
აუცილებლად ეხა ესეთ გონებაში რო სიყვარულის დეფიციტია, რა თუნდა ჩვენ საზოგადოებაში, საზოგადოებაში სადაც ემოციაა წამყვანი ვიდრე გონება, იქ სიყვარულის დეფიციტი სულ არის. ემოცია არის იმპულსურად გამოვლინებული, უფრო ტოქსიკური ურთიერთობა და სიყვარულს უნდა ძალიან მაღალი ცნობიერება, იმიტომ რომ სიყვარული არის გონების მდგომარეობა. სიყვარული არის მიმღებლობა. სიყვარული არის ჰუმანიზმი და ეს მიმღებლობა და ჰუმანიზმი არ გექნება თუ შენში ეს კომპლექსები და მთელი ეს რაღაცა მძიმე შთაბეჭდილებები არ გააცნობიერე. აი ამ დაგროვილ აკუმულირებულ უარყოფით ემოციას და აგრესიას ალბათ სჭირდება გამოსავალი. უნდა ვებრძოლოთ მას, უნდა დავამარცხოთ თუ უნდა განკურნოთ, არ ვიცი რა. პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, გიორგი, ვაღიაროთ, რომ ეს არსებობს. გადარჩენა ეს მაინც ინდივიდუალურია, ესეთი კოლექტიური გადარჩენები არ არსებობს და ეხა ხო აი ძალიან ზღვა ახალი წიგნები, ლექციები, ყველაფერი ძალიან ბევრია, ხვდები და ხო შეიძლება რომ ადამიანებმა დაიწყონ ფიქრი, ახალ თაობას ეს დაწყებული აქვს. ახალმა თაობამ ეხა გუშინაც ლექცია მქონდა, მე როდესაც ინტერაქცია მიდის, როგორი შეკითხვებია, იცი, არავინ აღარ აბრალის ამ პრობლემებს, ყველა ცდილობს თავში იპოვოს, აღმოაჩინოს, მიიღოს და გადანაწილება აღიარების კულტურაა. კი, მხოლოდ აქ ხდება გამოსავალი, იქ სადაც აღიარება და მიღება არ ხდება, რომ მე ესეთი ვარ, იქ არაფერი არ შეიცვლება. ამიტომ რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ მსჯელობებში, ამ დისკუსიებში, ამ ლექციებში, ამ ფსიქოლოგიაში, ან რაღაცა სოციოლოგიაში, უამრავი ლექციებია, თუნდაც რიგით მსმენელი იყო და რაც მეტი ადამიანი გაიგებს, რომ პრობლემა ჩემშია და ჩემი თავიდან უნდა დავიწყო ამის გააზრება, მით სოციუმი დაალაგდება და ჩვენ სოციუმზე გეტყვი, რომ თაობები საჭიროა აქ, იმიტომ რომ აქ არის რაღაც თაობა, რომელიც შეუვალია ბეტერივით რა და ახალი თაობა წამოვა ნელ-ნელა და მე ძალიან მიხარ ხა ლექციები რამდენი წელია მე ლექციები მაქვს ესეთი საჯარო და ისეთი ინტერაქცია, ისეთი ეს თაობები ძალიან მოყვება. აი ამ შეუვალობის საწყისი რა არის? რამ გამოიწვია ეს შეუვალობა? სოციალური როლების, არასასურველი როლების თამაში არის თუ არა ერთ-ერთი, რამაც აი ეს რაღაც შექმნა, არ ვიცი, ჩარჩო, ბადე, კედელი, ბარიერი. შეუვალობა ეს არის ვერ შემდგარი ნაწილი, ხო, საზოგადოების ვერ შემდგარი როლი. ფანატიზმი არ არის მარტო რელიგიური, ფანატიზმი არის ყველაფერში, ხვდები? აი, გაგება იდეოლოგიაც შეიძლება ფანატიკური იყოს, პოლიტიკურადაც შეიძლება ფანატიკური იყოს. როდესაც ინდივიდი ვერ ბედავს ისწავლოს ის რაც უნდა, იცხოვროს ისე როგორც ეცხოვრება და როგორც უნდა, გამოხატოს თავისი სურვილები, თავისი ბუნებრივი გნებავთ ორიენტაცია. პირადი, აი როდესაც ამას ვერ ბედავს ადამიანი, ის თრგუნავს, ამ ყველაფერს თრგუნავს და თუ ძალა ვერ იპოვა თავში, მე უკვე თვითონაც ხდება აი ამ რაღაცა ესეთი აკუმულირებული ენერგიის ნაწილი და ეს ენერგია რაც უფრო დიდია, მით უფრო სახიფათოა შემდეგ აი ამის გამოვლენა და ირღვევა ფსიქიკა. როგორ იწყება აგრესიის დამარცხება? არ გვინდა უნდა მიიღო, გიო. პირველ რიგში ვიღებ აგრესიას, ანუ ვაკვირდები ჩემ თავს, რაზე ვრეაგირებ. აი წავიკითხე სრულიად უცხო ადამიანის პოსტი და უცებ გავგიჟდი, უცებ მომინდა საშინელებები დაუწერო, დედა ვაგინო რაღაც. აი პირველი შეკითხვა რა მჭირს? რატო? მე აუცილებლად მოდის აქ იმის გააზრება, რომ ამ ადამიანმა დაწერა ისეთი რამ, რაც სრულად ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს. შემდეგი ეტაპი რა უნდა იყოს, იცი? მოდი, ჩემ პრინციპებს დავაყენებ ეჭვის თვალით. იქნებ ეს ხო ჭეშმარიტება არ არის, ეს ხო მხოლოდ ჩემი ხედვა, ჩემი რელიგიური გაგება, ჩემი რაღაცა ჩამოყალიბებული კულტურა. იქნებ იმ ადამიანმა სხვანაირად დაინახა, იქნებ მისი გამოცდილება ისეთი იყო და ასე დაინახა ეს ცხოვრება. მოდი დავიწყო აბა მისი გაგება. შეიძლება არ გავიზიარო მე შენი იდეები, მაგრამ გაგიგებ, იმიტომ რომ ჩემს უკანაც რაღაც ბექგრაუნდი და რაღაც სამყაროა და შენს უკანაც აი აქ ხდება მხოლოდ დაალაგება. მაგრამ ჩვენთან მასა როგორია, იცი, რას ქვია შენ ფიქრობ სხვანაირად, მოდი უნდა მოკლა და თავი მოგაჭრა, ხო? აი ხა გამოშთა ძალიან პოლიტიკურად ხან იქით იხრება, ის არის ხან აქეთ და ყოველთვის მისი მიმდევარი ადამიანები, როდესაც მოდიან წინ და შიშს კარგავენ, ისინი მათი სახე ჩანს, როგორი ფანატიკურია. თუ ჩემნაირად არაზროვნებ, ჩემი მტერი ხარ.
და აქ თუ არ დაიწყო ინდივიდუალური გააზრება, რომ რა ჯანდაბას ვაკეთებ, რა მტერი ამ პატარა ცხოვრებაში, როდესაც კაცმა არ იცის რამდენი ხანი უნდა იცხოვრო, რამხელა ქაოსს ვქნი, რამხელა დაპირისპირებას ვქნი და ან მე რატო უნდა ვიცხოვრო ესეთ ნეგატივში. ეს თუ არ მოვიდა გონებაში, რა უნდა დაალაგდეს? მოგზენთ. მადლობა დიდი. ვიზაც მომადგა ცოტა და მადლობა დიდი. მალე დავასრულებთ. ანუ მაინც მივდივართ გიორგი ინდივიდუალურ აზროვნებასთან. გარდაუვალია რა. თუ ადამიანებში არ ჩაერთო ცოტა კრიტიკული აზროვნება, ცოტა თვითკრიტიკა, შეფასება ყველაფრის, რომ რისიც მწამს, რისიც მჯერა ეს ესეა. მოდი აბა სხვა ვერსია წავიკითხო. მოდი ის ადამიანი რას ფიქრობდა, ეს რელიგია რას ფიქრობს. მოდი გავეცნო ხო ამ სამყაროში და ისე ხო ესე გავაკეთო, დასკვნები თან დღეს ინტერნეტის ეპოქაში ხო წინ გაქვს ყველაფერი და ну ახლა ამის სურვილი თუ არა ტოლერანტულობაზე, მიმღებლობაზე, ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე და რელიგიურზე რასაც საუბრობ და რითაც ძალიან ხშირად ვიწოდებთ თავს, აღმოჩნდა რომ ილუზორულია, ან ფასადურია. აი ეს ფსევდოფასადური დამოკიდებულებების ნაწილსაც კარგია რომ შევეხო და ვისაუბროთ, მე წარმოვადგენ იმ თემს, რომელსაც საკუთარ ცხოვრებაზე და განწყობაზე, ყოველდღიურობაზე უგრძნია და გამოუცდია, რას ნიშნავს იყო ფასადური. რას ნიშნავს იყო ზედაპირული, რა თქმა უნდა. და ძალიან მნიშვნელოვანია რა შემოდის აქ, როგორც ფიგურანტი, ეს არის გულგრილობის კომპონენტი, ეს არის ისევ და ისევ აღზრდა განათლების ნაწილი. საინტერესოა თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს? მიმღებლობის პრობლემას საზოგადოებაში. ხო, აი ესეთ გონებას, როგორც ახლა ჩვენ ვთქვით, განპირობებულს და შეზღუდულს, მიმღებლობის პრობლემა აქვს. ეს მუდმივად იქნება. იმდენად დაურწმუნებელია ესეთი ადამიანი თავის თავში, იმდენად თვითონ ეშინია საკუთარი არსებობისაც კი, ოღონდ ამას ვერ იაზრებს, იმდენად არ ჯერა საკუთარი თავის, რომ ყველანაირი განსხვავებულთან საერთოდ იკარგება რეალურად. ამიტომ არის სოციალურ ქსელში და ვირტუალურ სამყაროში ამდენად თამამი და გაბედული, იმიტომ რომ თითქოს ყოველდღიურ ყოფილ ცხოვრებაში კლავიატურის ის შეგრძნება, რომ სოფლიო შეიშალა, არ არის, მაგრამ სოციალურ ქსელში, როგორც კი შევდივართ, იწყება რაღაც. იცი რატო შენ ფიქრობ, რომ როდესაც ზიხარ კლავიატურასთან და არავინ გხედავს, გამოდის ყველაზე დაფარული, რასაც შენ ვერ ბედავ. ხა იგივე ადამიანი ქუჩაში რომ გამოვიდეს, ამდენს ვერ გაბედავს და იქ გამოდის და ამიტომ ფსიქოლოგიურად ეს ძალიან კარგი სამუშაო მასალაა. მოდი რა, დაინახე, რომ შენ ამხელა ღვარძლით ხარ სავსე, ამხელა პრობლემა გაქვს რეალურად. ხო, მაინც და მაინც შენ უნდა შეეხო ამ ყველაფერს, მაინც და მაინც შენ უნდა დაგემართოს, რომ მიხვდე. ეს არის რეალურად ადამიანებს საერთოდ უჭირთ ყველაფერი, გონიათ რაღაცა განსხვავებული ცუდი, გონიათ რომ თვითონ არასოდეს არაფერი არ დაემართება. ეს ძალიან ვიწრო, ეს არის ინფანტილური აზროვნება. ჩვენ როგორც სოციუმი, მე ესე შევაფასებდი, რომ მაინც ინფანტილური ვართ. ზრდასრულობის მომენტი ჩვენთან არ დამდგარა. დგება, მაგრამ არ დამდგარა. ეს ღმერთს ჩამოკიდებათ ამ მასშტაბებით, ესეც ხომ მუდმივი ბავშვის მდგომარეობა. ანუ ღმერთი არა როგორც გააზრება, არამედ ღმერთი როგორც მამა და გადამრჩენელი და ბელადის ძებნა, მამამარჩენალის ძებნა, რომ აი მოვიდეს, გვიშველოს, ხო? ანუ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის არაღებაც და ღმერთის ნება იყო ან ბედის წერას ვერ შეცვლით, ალბათ არის სწორედ აი ეს კომპონენტი, რომელიც მაგრამ მაინც ამ მხრივ გარღვევა არის, ხა, უფრო მძიმე იყო შეიძლება 20 წლის წინ ვითარება, გარღვევა არის, მეტი ადამიანის სტილოს პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ რაღაც ნაწილს ძალიან ეზარება ამ პასუხისმგებლობის. ეშინია, ხვდები? პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ მე პასუხსაც მე ვაგებ ქმედებაზე და აი ამის ძალიან ეშინიათ და სამაგიეროდ აი იქაც კარგად ჩანს სოციალურ ქსელში სიტყვას ამბობ, გაისვრი და ვერც კი იაზრებ, რომ შენ უნდა პასუხი აგო იმ სიტყვაზე. რას წერ? ხო უნდა იფიქრო, იმიტომ რომ იქ შენი ნათესაობა შეიძლება წაიკითხოს, რომელსაც ზუსტად ის პრობლემა აქვს, რასაც ეხები, ხო? ესეთი ვიწრო გონებაში არც ჰუმანიზმია, არც სიყვარულია, არაფერი არ არის, ხვდები? აი რაღაც გაბოროტებული ხარ და თითქოს გიხარია სხვების ლანძღვა, აი ამაში ღაპოულობ, რეალიზაცია ვერ იპოვე, ვერსად, ნიჭი ვერ ჩადე, შეგეშინდა, ვერ გამოხატე და უკვე იმაში გაქვს ჩადებული, რომ ნუ ამ ნეგატივს ხო რაღაც უნდა მოუხერხო და გამოგაკ გარეთ და ეს არის წეღან
დასვი შენ კითხვაზე, ჩვენ ავად ვართ კი, საზოგადოება არის ავად. მე ვიტყოდი უფრო მეტი კაცობრიობა არის ავად. კაცობრიობა არის საკუთარი ილუზიებით შეხრობილი. მაგრამ ფაქტია, კაპიტანიანო, ჩვენი საუბრის დასასრულს თქვენ უკვე შეეხეთ ამ თემას, მაგრამ სხვა მიმართულებით მინდა დავსვაკითხო. თქვენ ახსენეთ ახალი თაობა, რომელიც პროგრესულია ამ ნაწილში და ბევრად სხვა გვარად აზროვნებს და მათი მიდგომებიც განსაკუთრებულია. რომელია ხელშესახები იმპულსი, რომელიც გააძლევთ იმის საშუალებას, რომ ხვალ უკეთესი საზოგადოება იქნება, ხვალ უკეთესი რეალობა იქნება და ხვალ უფრო ტოლერანტულები, მიმღებლები და ნაკლები აგრესიით. ძალიან მარტივად გიპასუხებ, ხა 15 წელია ალბათ რომ მე აქ ესეთი ლექციებს ვკითხულობ და საჯაროდ გამოსვლები მაქვს და ჩემს ლექციებზე ძალიან დიდი აუდიტორია დადიოდა იმ დღიდან, როდესაც ჩვენ მამრდაშვილის ინსტიტუტი გავაკეთეთ და ამ ადამიანების ჩართულობა და თან მე მახსოვს, რომ როდესაც მე ეს ლექციები დავიწყე, მაშინ პრაქტიკულად არ იყო ეს ლექციები და ძალიან ბევრს არაფერი არ ესმოდა და მე მაშინ მივხვდი, რომ იუნგი საერთოდ ადამიანებმა არ იცოდნენ კრიშნამურტი, ну რაღაც სახელები განსხვავებული მოაზროვნეების და მათი იდეები. და შემდგომში ეს ყველაფერი როგორ გახდა უკვე ძალიან საინტერესო, ადამიანებმა დაიწყეს მუშაობა, ადამიანებმა დაიწყეს სწავლა და დღემდე მაქვს მე სხვადასხვა აუდიტორიებთან ურთიერთობა და მე მათ რო უსმენ ეს ძალიან ჩართული, ძალიან პროგრესული ადამიანებია. მეც გეტყვი, მე იმდენად ამათთან მაქვს უკვე ურთიერთობა, რომ მეორე სამყაროსთან აღარ მაქვს ურთიერთობა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავ და ჩემი მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, რომ ანუ ეს შენ ხედავ უკვე მარტო ერთ სამყაროს, რომელიც იმდენად მასშტაბური გახდა სამყარო და მე მახსოვს 15 წლის წინ და მე მახსოვს დღეს. მე უყურებ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, რაღაცებს აპროტესტებენ, რაღაცებზე თავისი აზრი აქვს ნებისმიერ სფეროში, ტელევიზიაში და შენ ხვდები, რომ მათი აზროვნება სულ სხვანაირია, ორიენტირებულები არიან. ნუ შეიძლება ბევრი ეშლებათ, იმპულსებია, ნუ გასაგებია ხა ამის გარეშე კიდე სად არის, ხო? მით უმეტეს ახალგაზრდობაში, მაგრამ ძალიან დიდია სურვილი გაგების საკუთარი თავის და ეს მაძლევს მე მაგის, იმიტომ რომ მე იმ ასაკში ვარ, რომ ისიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თაობა და ძველი ასაკი და ეს პროგრესიც მახსოვს, ასე რომ ეხლა პროცენტებით ვერ დავითვლი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცა გადაწყდა ჩვენთანაც. პოზიტიური მოლოდინი არის და ეს არის უმთავრესი. ძალიან ცდილობს ხალხი იყოს ჰუმანური, ბევრი საუბრობთ ამ რაღაც უფლებებზე, არის ორგანიზაციები, ესეთი რა 30 წლის წინ მეც ვსწავლობ ჩემს საჭიროებას. ძალიან დიდი მადლობა იმ გამოცდილებისთვის, რომელიც გაგვიზიარეს და ხაზგასმით მინდა აღნიშნო ყოველი შეხვედრა თქვენთან არის დღესასწაული გონების. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. სულის ერთგვარი შვება, იმიტომ რომ თქვენთან საუბრის შემდეგ მე პირადად მაქვს განცდა რომ თავიდან დავიბადე. ძალიან დიდი მადლობა. რომ ბარიერები არ არსებობს, რომ სამყარო ვრცელია და ჩვენი შესაძლებლობები ამოუწურავ. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. აქვე შევახსენებ ბიომეტრიის კითხვას პასუხობდა ქალბატონი ნონა ხიდიშელი. მადლობა ყურადღებისთვის, გამშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. მადლობა.